ვერძებს უჯდებათ მეგობრებო, თაქ მეცხრე სახლი არის, ასევე უცხოეთი ემიგრაცია, თვითმფრინავი, შორი მგზავრობები, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ აქ შორ მგზავრობებში. შეიძლება შუაფრენის დროს აღმოჩნდეს, რომ პასპორტი არ მაქვს, ან არ ჩამირტყეს ვიზა, ან მომაბრუნეს უკან მაგალითად, ან დაპირისპირება შეიძლება იყოს უცხოელებთან, შეიძლება სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები, დავიწყე რაღაცის სწავლა და მე მივხვდი, რომ არ მინდა და ეს არ მინდა, როგორც წესი ლილითისგან არის ნაკარნახევი და აქაც პრობლემა იყოს. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, იმიტომ რომ მეცხრე სახლი ეს არის უცხოეთი, გურუები, მასწავლებლები, შორი მოგზაურობები და ასევე პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს ან მეუღლის ანათესაოსთან, ან შორეულ ნათესავებთან. მეცხრე სახლი ასევე შორეული ნათესავები არიან და მეუღლის ანათესაო. შეიძლება აქ სერიოზული რაღაც დაპირისპირებებიც კი გამოვლინდეს ზოგთან, მაგალითად, ან ისეთ ბნელი მხარის ამოტივტივება შორეულ ნათესავებში აქამდე რომ ყველაფერი კარგად იყო და უცებ რაღაც სერიოზული კონფლიქტი ან სერიოზული წყენა განვითარდეს, ხო, ამ ზონაში. ან პედაგოგებთან დაკავშირებით ზოგისთვის ეს იქნება, ზოგისთვის უცხოელები იქნება, ან ხედვის, აი ეს მშვიდოსნისთვის დამახასიათებელი ხედვის პრობლემა ზოგადად, ხო, ფართო ხედვის პრობლემა, ან პირიქით გამძაფრებული სურვილი ვერძებისთვის, რომ მე მინდა ჩემი გზა ვიპოვო, მე სხვის გზაზე არ მინდა წავიდე და კონკრეტულად ჩემი გზა მინდა ვიპოვო. აი აქაც გამძაფრებული შეიძლება იყოს ეს განცდა, ოღონდ ეს იყოს უფრო ძიება, ვიდრე მართლა პოვნა. ამ ძიებაში იქნება რაღაც შეცდომები შესაძლებელია და მე უფრო გამოიკვეთოს მართლა რა მინდოდა თურმე მე რა არის ჩვენი გზა, ხო, მაგალითად აი ეს ვერძებისთვის ძალიან აქტიური გამოჩნდეს.